საღამომშვიდობის ამოკლედ იმ თემების შესახებ, რომელზეც ვრცლად ზუსტად 1 საათში ვისაუბრებთ. საღამომშვიდობისა, ეს სანაიას ეთერია და დღევანდელი ჩვენი გადაცემა, რა თქმა უნდა, ეთმობა იმ სკანდალს, რომელიც ბილეთებთან დაკავშირებით წარმოიქმნა. ლაპარაკია სუპერთასის მატჩის ტურინის იუვენტუსის იუვენტიდან შესახებ ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი კვლავ უბრუნდებით კვირის პრინციპში მთავარ თემას. მოგეხსენებათ, სპორტის საპარლამენტო კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც გამარჯობა, ახალ ამბებს ეთუნა ინსპირველი გაგაცნობთ, მანამდე რას ვნახავთ გამოშვებაში. პოლარიზებულ გარემოში დაბალანსებაში მდგომარეობს ტერეზა მეის პირობა. დეტალები დღის ამბებში პირველზე. უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტი ბოლოს შეხვედრას მართავს კავკასიის უნივერსიტეტში. არვიანია ეთერში საღამომშვიდობისა დაკითხავს თუ არა პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეო მასალა საღამომშვიდობისა, ეს გახლავთ ტელეკომპანია პირველი და გადაცემა რვიანი, რომელიც დღეს იწყება და სახელი შესაბამისად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საღამოს 8 საათზე ყველაზე აქტუალურ თემებზე მსჯელობას, დისკუსიებს და მწვავე საუბრებს შემოგთავაზებთ. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში განვაგრძობთ იმ თემაზე საუბარს, რასაც პრინციპში გადაცემის პირველ ბლოკში შევეხეთ. ეს არის მოგესალმებით, ეთერშია დღის ამბები 22 საათზე, მე გიორგი კიკაბიძე ვარ. ჭყონდიდისა და ქუთაისის ეპარქიებში ხვალ პირველად წირვას ახალი მღვდელმთავრები აღავლენენ.
გამარჯობა, ახალ ამბებს ეთუნა ინსპირველი გაგაცნობთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დღის ამბებს 5-ზე თამარ ჩიხვაძე გიყვებათ გამოშვებაში ნახავთ. გამარჯობა დღის ამბებს 7-ზე თამარ ჩიხვაძე გიყვებათ გამოშვებაში ნახავთ. იყო ისეთი ის განცხადება. 2 დღე გახმაურებული ფილმის პრემიერამდე. $1000-დან $2000-მდე მსხვერპლის სიჩუმის სანაცვლოდ მეუფე პეტრეს თქმით, სწორედ ეს იყო თანხა, რომელსაც იმ ადამიანებს თავაზობდნენ, ვის მიმართ მოგესალმებით ეთერშია დღის ამბების შემაჯამებელი გამოშვება მე გიორგი კიკაბიძე ვარ. ტელეპირველის გუნდი რამდენიმე წუთში წარმოგიდგენთ. საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ პირველებს 7-ზე მე ვარ ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი. ოპოზიციაში დაპირისპირების ახალი რაუნდი იწყება. კონფლიქტი იმდენად წვავდება, რომ შანსი არ გამარჯობა ეთერშია პირველები 11-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. ერთი წვიმის გამო
გამარჯობა, ეს TV პირველია, უყურებთ ახალ ამბებს პირველზე, მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ვერ გამარჯობა, ეთერშია პირველები 3-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. აღმოჩენილია ოთარ ფარცხალაძის ამ დრომდე მოქმედი გამარჯობა, ეს TV პირველია, უყურებთ ახალ ამბებს 5 საათზე, მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ. საგანგებო შეხვედრა საღამომშვიდობისა, საქართველოს დროით 8 საათია, ეს არის პირველების ცენტრალური გამოშვება ზაალ უდუმაშვილთან და ეკო მაღრაძესთან ერთად. და პირველების გუნდი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, რომ დღეს თქვენ ნახოთ. რატომ იკლებს? მელია ცისკარიშვილის გადაყენებას ნამდვილად აპირებდა თუ ხაბეიშვილმა მოიტყუა ნახეთ 8-ზე. ყურადღების ცენტრშია სტრასბურგი. რამდენიმე წუთში ევროპარლამენტში სანდრა რულოვსი, ედვარდ სააკაშვილი, გიულია ალასანია და მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატის საერთაშორისო მედიას და ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. საღამომშვიდობისა, ეთერშია პირველების სპეციალური გამოშვება 6-ზე ეკო მაღრაძესთან ერთად. საღამომშვიდობისა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე იმობს. უკვე 3 საათია მოვლენათა ეპიცენტრი თავისუფლების მოედანია. ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ისტორიულ დღეს აღნიშნავს. თუმცა ზეიმის პარალელურად ქვეყნის მთავარ მოედანზე მძიმე პოლიტიკური სურათი იყო. მთავრობას სცენაზე და ხალხთან მდგომი პრეზიდენტი, რომელიც ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემ. გამარჯობა, ეთერშია პირველები 11-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. თაღლითური კოლცენტრების საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 6-მდე
გამარჯობა, ეთერშია პირველები პირველზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის შეკითხვებს დუმილით მოგესალმებით, ეთერშია პირველები 3 საათზე ახალ ამბებს ნატა ქაჯაია გაგაცნობთ. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს და პოლონეთს მოგესალმებით, ეთერშია პირველები 5 საათზე ახალ ამბებს ნატა ქაჯაია გაგაცნობთ. ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის მშვიდობისა საქართველოს დროით ზუსტად 8 საათია. ეს არის პირველების ცენტრალური გამოშვება ზალუ დუმაშვილთან და ეკო მაღრაძესთან ერთად. პირველების გუნდი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, რომ დღეს გვენახოთ. ვინ არის რუსეთ მარშიან რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს, რითი იმართლებს თავს მოძალადე სპორტსმენი. ნახეთ რამდენიმე წუთში. რუსეთის აგენტების საქართველოს ხელისუფლებაში მტკიცებულებების საიდუმლო კავშირებზე შეერთებული შტატების ხელშია. ფაქტები იმდენად მძიმეა, რომ შეუძლია საქართველოს პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება. გამარჯობა, ეთერშია პირველები 11-ზე ახალ ამბებს ლიზა ლასარეიშვილი გაგაცნობთ. ჩაკუჩით ჩამტროული სახისრულები გამარჯობა, ეთერშია პირველები პირველზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამარჯობა, ეთერშია პირველები 3-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. ამერიკის ელჩი საქართველოში პოსტ სტოვებს. გამარჯობა, ეთერშია პირველები 5-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. რუსული საგარეო დაზვერვა ბრიტანეთის წინააღმდეგ. მოსკოვი ამტკიცებს
მშვიდობის საქართველოს დროით ზუსტად 8 საათი ეს არის პირველების ცენტრალური გამოშვება ზაალო დუმაშვილთან და ეკო მაღრაძეს. პირველების გუნდი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, რომ დღეს თქვენ ნახოთ. დიდი ბრიტანეთი ქართულ ოცნებას თხოვენ, მათ განზრახვებს მომიტინგეები. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედებებისთვის ერთად ემზადებიან. დღეს საღამოს ცნობილი ხდება, რომ ოფიციალურმა ლონდონმა საქართველოს თემაზე საგანგებო შეხვედრა მოიწვია და სალაპარაკოდ ევროკავშირის ქვეყნების შეკრება. ოცნების გამარჯობა, ეს TV პირველია. უყურებთ ჩვენ სპეციალურ გამოშვებას, ახალ ამბებს ლიზა ლასარეიშვილი გაგაცნობს. როგორ აგრძელებს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გამარჯობა, ეს TV პირველია. უყურებთ ახალ ამბებს 11-ზე. მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ. სანქციები ყველას, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენს. გამარჯობა, ეთერშია პირველები. პირველზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. 4 წელი და 6 თვეც გამარჯობა, ეთერშია პირველები. 3-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. აბსურდული ბრალდება სინდისის პატიმრების წინააღმდეგ დღევანდელ პროცესზე. გამარჯობა, ეთერშია პირველები. 5-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობთ. გამოშვებას ვიწყებთ კადრებით, რომელიც მშვიდობისა საქართველოს დროით ზუსტად 8 საათი ეს არის პირველების ცენტრალური გამოშვება ზაალო დუმაშვილთან და ეკო მაღრაძესთან. პირველების გუნდი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, რომ დღეს თქვენ ნახოთ. არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერია თავარი ქვეყანა, როგორ არის დღეს დასავლური დღის წესრიგის მიღმა. ბრალდებების კასკადის შინდისის გმირების მემორიალიდან ირაკლი კობახიძე დღეს არც გმირების ოჯახის წევრებს მორიდებია და ომში ისევ საქართველო დაადანაშაულა.
საღამო მშვიდობის ეთერშია პირველები 8 საათზე ახალ ამბებს ნატა ქაჯაია გაგაცნობთ. სასახლის ღობის პირი ჩართვა პირველებში 8-ზე. პროკურატურის პასუხის დროა. საგამოძიებო უწყებამ უნდა თქვას, იყო თუ არა ათონელის სასახლის ღობე წინასწარ გადაჭრილი. შაბათის ეთერის გასაჯაროვებული კადრებიდან ერთი დღე გავიდა, თუმცა პროკურატურა არ გვეუბნება, ჩაატარებს თუ არა მინიმუმ საგამოძიებო ექსპერიმენტს იმის გასარკვევად შეეძლო თუ არა 4 ადამიანს 4 წამში. მოგესალმებით, ეთერშია პირველები 11 საათზე ახალ ამბებს ნატა ქაჯაია გაგაცნობთ. ახალი ძალები ქართულ პოლიტიკაში ვინ გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს. გამარჯობა, ეს ტევ პირველია, უყურებთ ახალ ამბებს 3-ზე, მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ. ბოლო წუთების ათვლა დაიწყო ნინო გალუსტაშვილის გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ კენტის სენატში დაკითხვის სტენოგრამა გამოქვეყნდა. გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 2 საათზე, რომელსაც თავპირველის გუნდთან ერთად მე ჟურნალისტი ანა ახალაია წარმოგიდგენთ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირს კიდევ ერთხელ მოგესალმებით, წარმოგიდგენ დღის ამბებს 6-ზე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალექსანდრე ელისაშვილზე. ეს არის სულ ბოლო ინფორმაცია, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს.
გამარჯობა, ეს არის დღის ამბები TV პირველზე. მე ვარ ჟურნალისტი ანა წერეთელი. ბაჩო ახალაია ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. ასევე გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ თემოკლიძის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტიდან გაიგო პირველად. ახალი დაკავებულები ბრალის წარდგენის მოლოდინში ამ და სხვა თემებზე ვილაპარაკებთ. ძალიან მწვენეა, ძალიან გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები, რომელსაც თავპირველის გუნდთან ერთად მე ჟურნალისტი ანა ახალაია წარმოგიდგენთ. 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 5 პერს